ამ წუთებში სამტრედიაში განცხადებას აკეთებს პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძის განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. კახის და სამტრედია ძალიან მაგარი ტრადიცია აქვს. ჩვენ ყოველ წელს ზუსტად ამ რიცხვში უყურებთ ხოლმე კიდევ ერთ ბედნიერ ოჯახს, რომლებსაც ასაჩუქრებენ და ბუნებრივია ჩვენ ძალიან გვიხარია ეს ამბავი და ვერ შეუძლია მიბაძოს ამ ჩვენიერი ტრადიციის ჩამოყალიბებაში კახას და პერსონალურად მას მადლობა და სამტრედიელებს, რომლებიც ამდენი იკრიბებიან ამ ჩვენიერი დღის კიდევ უფრო გასამამაზებლად და კიდევ ერთხელ ვილოცავ როგორც ოფიციალურ, ისევე ტრადიციულ ახალწელს ჩვენ საზოგადოებას. მე მინდა გითხრათ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მოусმინეთ რომ ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს თანამშრომლობას. იქონდა როდესაც მთავარი დამნაშავე პარტია ამ გამოძიების პირდაპირ ეთერში ვართ მოდიში. როგორ ვფიქრობ? არ მესმოდა? ხო, იცი რა, ურთულესი კითხვაა და მისვით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმიტომ რომ სრულყოფილი პირდაპირ ვერ იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია ნაცების დანაშაული მთლიანად გამოიძიო. რა 12 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა პროკურატურაში შესაბამისი დეპარტამენტი იყო, მაგრამ თვალსაჩინოებისათვის ბევრი кейსი შეიძლება ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინოთ, გავიაროთ, გამოვიძიოთ საპარლამენტო კომისიის ფორმატში იმისათვის, რომ მსგავსი ჩადენა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს. იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, დღეს არსებობენ კიდევ საქართველოში ადამიანები, რომლებიც ნაცთან ერთად დგანან და აპროტესტებენ ძალადობას. აპროტესტებენ თითქოს და რუსული საქმის კეთებას. რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს ადამიანები, რომლებიც დგანან ნაცების დაორგანიზებულ აქციას და მერე ბრაზდებიან, რომ არაო, ჩვენო თვითორგანიზებით ვართ, ვაკო წარმოადგენილებიო და ვერც ერთ მათგანს კითხვა რომ დაუსვა, ისინი კი არა, თქვენ ნახეთ, თქვენი კოლეგა, მთავარი არხის ჟურნალისტი წავიდა საერთოდ ინტერვიუდან, როდესაც მან ვერ დაასახელა 12 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ გადადგმული ისეთი ნაბიჯი, რომელიც რაღაცაში აწყობდა რუსეთს. წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ათეულობით დავასახელოთ ისეთი, რაც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა რუსების სასარგებლოდ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ყველაზე მეტად ის ამბავი, რომ ნაცობა უკავშირდებოდეს იმ რეალობას, რასაც რუსეთის სასარგებლო იდიოტიზმი შეიძლება ერქვას, სხვა ქვეყნების სასარგებლო მოქმედებები, რაც ჩაიდინეს მათ ბოროტების სახით მათი 9 წლიანი რეჟიმის დროს. პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი მოვიზმინეთ, რომ არ გადასტუმდა არც ერთი შემთხვევა, რადგან აპელირებდა ამ ხნის განმავლობაში თქვენი სხვათა შორის ვნახე პროკურატურის ღევანდელი ბრიფინგი და მეც მოუწოდებ უერთდები ბრალდების მხარეს ამ შემთხვევაში, ანუ პროკურატურას იმაში, რომ თუ კი ვინმეს რაიმე ერთი ფაქტი აქვს გაყალბებასთან დაკავშირებით, 300.000-ზე კი არ არის საუბარი. აი 300 ხმის გაყალბება როგორ მოხდა? მივიდნენ და უთხრან პროკურატურას, რატო უმალავენ? 300.000 ხმა გაყალბდაო, ხო გვიმტკიცებენ? 300 ხმის, 300.000-ის კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დატო. გიორგი გახარიას იმ ანუ ეს რატოა მნიშვნელოვანი, იცით, ბოდიში? იცით რატოა მნიშვნელოვანი? ხალხი გამოდის და იძახს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გავიგე რომ თავისი აზრი აქვს იმათ და ნაცმა დაარწმუნა ამაში თუ სხვა გარემოებამ, რატო ითხოვ ახალ არჩევნებს? 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დადე, არა 300.000-ის, 300-ის. და მე მოითხოვე, კი ბატონო, მაგრამ ამას რო ვერ აკეთებ, რას ითხოვ? ესე თქვენს მოითხოვეთ სხვა რაღაცა და აი ეს არგუმენტის გარეშე რაღაცების მოთხოვნას, რა ვიცი, ექნება საფუძველი და უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებამ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე. მაშინ მიზანი რა შეიძლება იყოს, აი აპელირება მუდმივად და თან პარალელურად როცა არ თანამშრომლობენ. ხო? სიხალბე და დავალებები გარედან. სიხალბე ვიღაცა შეიძლება უცველია, ვიღაცა დავალებით მოქმედებს, იმ დღეს სხვათა შორის თქვი
მაგალითად მსახიობები გამოდიან აქტიურად, მათი ნაწილი აქტიურად ჩაერთო იმ კამპანიაში, რა მავნებლური კამპანიაც ახლა ქვეყანაში მიდის, ხო? მათი მხრიდან. ის ხალხი ვიღაცები რო ტრენინგდებოდნენ, ლიდერები ამ კამპანიის. დანარჩენმა მსახიობებმა კითხონ, რატო ხდება ისე, რომ თქვენ რაღაც ტრენინგებზე იყავით და ჩვენ არ ვიცით, ერთი წელია რომ გატრენინგებენ, რაში გატრენინგებენ? კითხვა დაუსვან, ხო შეიძლება? კონკრეტული ლიდერები ყავს მათი მხრიდან, ხო ამ ამბავს. რაში გატრენინგებდნენო და რატომ ალავდით ამბავს? რატო არავინ არ ეკითხება? კითხონ და ყველაფერი ნათელი გახდება. გიორგი გახარიას ინციდენტთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, თქვენ კადრებსაც ნახავთ, რომელიც სულ სხვა რეალობას აღწევს. იმისგან განსხვავებით დავასრულებ, იმისგან განსხვავებით, რადგან საუბრობენ მათ შორის თქვენი ოპონენტები, ხო? რომ გითხრათ აი ამ ფაქტზე თქვენი შეფასება. შემისწავლების უშუალო ჩართულობა უშუალო ჩართულობა რა? კადრებზე რომ გითხრათ, პირველი. თავდასხმა საიდან იყო პირველი? თქვენ საიდან ხართ ბოდიში? დიახ, საიდან იყო? ხო და თავდასხმას პირველი ჭირდება. ნახეთ, ასე მარტივად არ არის. გავიგე. რა თქმა უნდა. ნახეთ, ჩვენ ვარ ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვით გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. ასე იყო თუ არ იყო? ხო იყო ასე. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ანუ ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ანუ ჩვენ უკვე რას გვაგუებენ, იცით? რაღაცა საკუთარი თვალით რომ ნახავთ, იმის საწინააღმდეგო მოქმედებებსაც კი. აი ამას გვაგუებენ და რანაირად არის ეს ამბავი? ანუ ჭიქა ჩაარტყა სახეში გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე. რანაირი მსჯელობაა, ვის მოსდის ეს აზრად? ჯერ იმედი რომ დაადანაშაულეს დღეს კადრები რომ უბრალოდ ინფორმაცია რომ გავრცელდა. ხო, ინფორმაცია რომ გავრცელდა იმასთან დაკავშირებით რომ გახარია იყო ინიციატორი ფიზიკური დაპირისპირებისო, რა ამბავი ატყდა სოციალურ ქსელებში გახსოვთ, ხო? ხოსია. არა, ერთი წამით. აჭარის ტელევიზიას სვავს შეკითხვას დაუმონტაჟებელი კი არა, რაც არ უნდა იყოს, რა ნაწილიც არ უნდა იყოს. თავიდან, ანუ მანამდე იყო დაპირისპირება? სრული და არასრული, რაც იყო ორი ვიდეოა და ორივე სრული, ერთია 2 თუ 3 წამიანი და მეორეა ცოტა ვრცელი. ორივე სრული, ერთის და მეორეს. სრული რას ნიშნავს? თავიდან ბოლომდე არ აღწევს. არა. თვლიანი ფაქტის დამსახველი არ არის, არის დაწყება და არის ბოლო მომენტი. დაწყება ხო ნამდვილად არის. მე ეს ლაპარაკობ ხა იმას სრული ვიდეო საერთოდ არ ჭირდება, ხო? შუაში რა მოხდა? ამას ჩვენებებით გაარკვევენ, თუ სხვა ვიდეო არ იქნება, ალბათ სხვა კადრებიც იქნება, ხო? იქ ალბათ ვიდეო მეტალყურეობა იქნებოდა, ხო? სასტუმროა, მაგრამ დაწყების კადრები ხო ნახეთ თქვენი საკუთარი თვალით. შესაბამისად, იმედი რომ დაადანაშაულეს და დაამუნათეს დღეს რომ როგორ ვინ იყო და ეხა რომ გამქრალები არიან, საერთოდ კომენტარს აღარ აკეთებენ. რატო ხდება? შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობაზე, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ. ანუ ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ეს ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო. უმძიმესი მუხლია 325 თუ არ ვწდები და ამის 325 მუხლის მცდელობას, ჩადენის მცდელობას ხომ არ ქონდა ადგილი, დიტო სამხარაძე თავად გაცემს გამოძიებას პასუხს, sapasukho რეაქცია იყო თუ არა. ხო აბარა იყო, მაგრამ ბუნებრივი ამას ფორმალური სხვა საკითხების გარკვევა ჭირდება და მე თავს ამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია. შენ უესხმი თავიდან თავთორე პასუხს ყველა მიიღებს. ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც. რა იხა თავს ხوار გაალახინებ. ვიღათა თავს გესხმით, და უნდა დაიცვა, ხო? ჭიქას რო ჩაგარტყავენ სახეში. უნდა გაჩერდე და რას კადრულობ ბატონო, უნდა უთხრა? თავს დაგესხმებიან, უნდა გაცე პასუხი. თავდასხმაც უნდა გავარჩიო და პასუხის გაცემაც უნდა გავარჩიო და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. თქვენ ბატონო მამკა ბოდიში იგივე ბრალდებებს ამბობდნენ აი ამაყობელის დაკავების დროსაც, რომ მონტაჟი იყო თითქოს ის კადრი და მას არ ჩაუდენია ის, რადგან პრინციპში რასაც ედავება გამოძიება მას. აი ეს თქვენიაზე სპეკულაცია, ის აღარაფერი აღარა. როცა კადრები ეს არის მარაზმი. როდესაც ბოდიში. ახლა
ახლა რატო ჩხუბობ? ნახეთ. როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ, როგორ აჩერებს ქურთუკით ქალბატონი პოლიციას, პოლიციის უბრალოდ რამიშოვებად პოლიციას და შემდეგ სახეში ურტყავს და ამბობენ რომ ეს მოგონილი ამბავია ნანახის საწინააღმდეგოდ მიდიან. ანუ ერთია რაც უყურებს თურმე და მეორეა სხვა სიმართლე, ანუ მოდელირებული სიმართლე და რასაც უყურებ ჩვენი ვის უნდა გჯეროდეს და რა იმას რასაც ვიღაც ნაცი გვეუბნება. მაგალითად ის ადამიანი რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდზე კადრები გადიოდა ამბობდა რომ ეს ტყუილიაო ქართულმა მოსრებამ მოიგონა. დააზუსტეს იგი. რამდენი თავდასხმა იყო? ერთი მახსოვს TV პირველი, სხვა რომელი იყო? გოგავაზე იყო მეორე, კი უკაცრავ. ამაღლობელის მიმართ პირდაპირ ეთერში მტკიცებულება შექმნა თავად მზია ამაღლობელმა და დიდი იდენტიფიცირება არ ჭირდება ნიღბის გარეშეა და ნიღბიან ადამიანებზე ინფორმაცია აქვს ნაცმოძრაობის წევრებს ერთ-ერთის შვილი როგორც მაშინ თავად სოციალურ ქსელებში აცხადებდნენ არის მეგობარი თავდამსხმელები არც ერთი მათგანი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან მათ სპეციალურად ჩიხში შეხავთ გამოძიება რომ საქმე არ გაიხსნას და მერე თქვენ კითხვები დასვათ რომ რამდენად რელევანტურია ანუ ერთი გაუხსნელი საქმის გამო მეორე საქმე როდესაც პირდაპირ ეთერში იყო თვალნათლივი და დიდი გახსნა აღარ ჭირდებოდა და გახსნილი იყო იმთავითვე ვერ დარჩება რეაგირების გარეშე ხო ნაცებმა დაგეგმეს რაღაცეები ნაცები იღებდნენ მონაწილეობას როგორც აღმოჩნდა და მთელი სოციალური ქსელი ამაზე ლაპარაკობდა და შემდეგ ნაცებმავე შეიყვანეს შიხში გამოძიება მოვუწოდებ ისევე როგორც ეხლა რომ კითხვა დამიცავ თქვენმა კოლეგამ არჩევნების ვითომ და გახალბების საქმე მოვუწოდებ ყველა ადამიანს ვინც იცნობს იმ ნიღბიან ადამიანებს რომლებიც თავს დაესხნენ TV პირველი ჟურნალის რაც არ უნდა გამარზენი მოქმედებების ავტორებთან მქონდეს საქმე ისინი ამ შემთხვევაში დაზარალებულები არიან ყოველად დაუშვებელია ის ქმედება რაც ჩვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში და ითანამშრომლოს ყველამ ამ საქმის გახსნის მიზნით შესაბამისად ჩიხში თავად შეყავთ გამოძიება და შემდეგ თვითონ ნერვიულობენ ამ ჩიხში შეყვან გამოძიებას